სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმეთში სტიქი დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად ტენდერი გამოცხადდა. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული არის უხვი ნალექისა და დატბორვის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების მდგომარეობის შესწავლა, მათი აღდგენა და საჭიროების შემთხვევაში გამაგრება. ასევე რეაბილიტირდება სოფლის დაზიანებული საგზაო ქსელი და სანიაღვრე სისტემები. პროექტი ითვალისწინებს სოფლის სიახლოვეს არსებული მდინარეების, კალაპოტების გაწმენდა ფორმირებასა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობასაც. ვიყოფებით სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმეთში, რომელიც არის განსაკუთრებული მნიშვნელობის როგორც თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ისე შინაარსით. აქედან გამომდინარე, ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი მაქსიმალურ ყურადღებას გამოიჩენს ამ სოფლის მიმართ. სამშენებლო ტენდერი გულისხმობს სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენას, რეაბილიტაციას, საჭიროების შემთხვევაში კონსტრუქციულ გამაგრებას და სოფლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას. მიმდინარეობს პროექტი საშუალო სკოლის მშენებლობისთვის, ასევე გამოცხადებულია საბავშვო ბაღის მშენებლობის სამშენებლო ტენდერი. 8 ივლისს, როდესაც მოხდა სტიქია ჩვენ მოსახლეობას, მივეცეთ პირობა, რომ ჩვენ აუცილებლად ვიზრუნებდით მათზე. დღეს კონკრეტული გადაწყვეტილებებით ვართ მოსული, კერძოდ მუნიციპალური განვითარების ფონდს გამოცხადებული აქვს ტენდერი სახლების გამაგრებით სამუშაოებზე, სახურავები, ფასადები, ღობეები, ქუჩებს და სანიაღვრე არხებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს მის რეაბილიტაციას, ასევე ნაპირდავცემ სამუშაოებს და ჩვენ შეგვიძლია და გარანტირებულად მივცეთ პირობა შეგვიძლია მოსახლეობას, რომ ისინი ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ იცხოვრებენ უსაფრთხო და ხარისხიან გარემოში. ძალიან კარგი იქნება, რომ სახლების რეაბილიტაცია ჩატარდება და რა თქმა უნდა ძალიან კმაყოფილები ვიქნებით, თუ მაგ მხრივ მოგვაქცევენ ყურადღებას და გვერდზე დაგვიდგენ.